გორის სპორტის სასახლემ ბერძნულ, რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას უმასპინძლა. ტურნირი 21-25 მარტს ჩატარდა და 17 წლამდელებს შორის გაიმართა. პირველობა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მოქმედი წესების თანახმად ჩატარდა. შეჯიბრი მიზნად სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაციას, გაფართოებას და 17 წლამდელთან ნაკრების გუნდების ჩამოყალიბებას ისახავს. აღნიშნულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 17 წლადებთან შორის ბერძნულ, რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. ჩამოყალიბდა ორი ნაკრები, რომლებიც შემდგომ დაიწყებენ მზადებას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. მინდა უსურვო წარმატებები, ბევრი ოქროები და პირად ცხოვრებაში ჯანმრთელობა და ბედნიერება. დიდი მადლობა გორს მასპინძლობისთვის. ჩვენ უკვე არაერთხელ ვატარებთ აქ საქართველოს ჩემპიონატებს და მინდა უსურვო სულ ყველა სპორტსმენს და მსწავლებს მომავალში დიდი წარმატებები. დიდი მადლობა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. ჩვენთან გორში ტრადიციულად ტარდება საქართველოს პირველობა 2008-2009 წელს დაბადებულ მოჭიდავეთა შორის. წარმატებით ასპარეზობენ ფინალები ტარდება. ჩატარდა მესამე ადგილისთვის. წინ ფინალებია, სადაც 8 მონაწილეა ჩვენი გუნდიდან. გონი რომ კარგად იასპარეზებენ, აგერ უკვე სტარტი პირველი ჩემპიონი გაგვიხდა უკვე და ძალიან კარგია რომ ეს გორში ტარდება, ბავშვებისთვის ძალიან კარგია, სტიმულია, უყურებენ, მოდიან აგერ გულშემატკივრობენ და აგერ რომ ჯანმრთელ ცხოვრების წესს მიყვებიან. კარგია რომ მომავალში უფრო მეტი და მეტი მოვიდეს, რაც მეტი ბავშვი მონაწილეობს და ვარჯიშობს, მეტი შედეგია უკვე ევროპა და მსოფლიოს პირველობა. ქალაქ გორში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის, სადაც ვასპარეზობდი 45 კილოგრამის კატეგორიაში. ჩავატარებ სამშობლოა 3 წარმატებით დავასრულე და გავხდი ჩემპიონი. რაც შეეხება ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემპიონატ არჩილ ბარამიძეს, ჩემ ოჯახის წევრებს და ყველა თითოეული იმ ადამიანს, ვინც ჩემ ჩემპიონობაში წვლილი შეედგა. რაც შეეხება ახლო მომავალში ვექნება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატი და ვეცდები რომ იგივე შედეგი გავიმეო. მადლობა.